2020 წლის 10 მაისს კოლორადოს შტატის ქალაქ სალიდასთან ახლოს მდებარე სახლიდან ორი შვილის დედა 49 წლის სუზანა მორფე უკვალოდ გაუჩინარდა. მისი ძებნის ოპერაცია იმავე დღეს დაიწყეს სამართალდამცავებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძიების პროცესში მოულოდნელად განვითარებულმა მოვლენებმა კი ეჭვი გააჩინა, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. სუზანა 1971 წლის 11 აპრილს ჯინდა ადრიან ალექსანდრიას ოჯახში დაიბადა. ის დასთან და ორ ძმასთან ერთად გაიზარდა. ყველა, ვინც სუზანას იცნობდა, მას გამორჩეულ ჭკვიან და გულისხმიერ ადამიანად ახასიათებდა. სკოლაში სწავლის პერიოდში მან გაიცნო თავის მომავალი მეუღლე, ბარი მორფეუ, რომელიც პერსპექტიული ბეისბოლის მოთამაშე იყო. ბარი ტორონტო ბლუ ჯეისმა დრაფტზეც კი მიიწვია, თუმცა მალევე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ვეღარ შეძლო უმაღლეს ლიგაში თამაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ორივემ სწავლა პერდიუს უნივერსიტეტში გააგრძელა და 1994 წელს იქორწინეს. ქორწინების შემდეგ ბარიმ ლანდშაფტის დიზაინის ბიზნესი დაიწყო. სუზანა კი საშუალო სკოლაში ასწავლიდა. როდესაც მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ, სუზანა მუშაობას თავი დაანება და მთელი დრო შვილების აღზრდას დაუთმო. როდესაც მათმა უფროსმა ქალიშვილმა სკოლა დაამთავრა და კოლეჯში სწავლა დაიწყო, ოჯახმა გადაწყვიტა კოლორადოში ქალაქ სალიდასთან ახლოს მდებარე სახლში გადასულიყო საცხოვრებლად, რათა უფროს ქალიშვილთან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ. თუმცა ამავდროულად ვრცელდებოდა ჭორები, რომ სუზანას და ბარის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და მათ ქორწინებას ბზარი ჰქონდა გაჩენილი. 2020 წლის 10 მაისს სუზანას და ბარის ქალიშვილებმა, რომლებიც ლაშქრობიდან ბრუნდებოდნენ, დედას დედის დღე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიულოცეს, თუმცა სუზანამ პასუხი არ გასცა. ეს მათ უცნაურად მოეჩვენათ, რადგან სუზანა ყოველთვის ძალიან აქტიური იყო სოციალურ ქსელებში. გოგონებმა მასთან ტელეფონით დაკავშირებაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. უფროსმა ქალიშვილმა მელორიმ მამას შეატყობინა, რომ დედასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს და ძალიან ნერვიულობდნენ. ბარიმ გოგონებს უთხრა, რომ სახლში არ იყო, რადგან დილით ადრე ბრუმფილდში სამსახურის საქმეზე წავიდა და სუზანა სახლში მძინარე დატოვა. ბარიმ ერთ-ერთ მეზობელს დაურეკა და სთხოვა, მისულიყო მის სახლში, რათა შეემოწმებინა სუზანა და ასევე ენახა, იყო თუ არა მისი მთის ველოსიპედი ადგილზე. როდესაც მეზობელმა სახლში ვერც სუზანა და ვერც ველოსიპედი ვერ ნახა, ბარიმ მას პოლიციის გამოძახებას სთხოვა. პოლიცია მალევე მივიდა გამოძახების ადგილზე და სახლის გარშემო პერიმეტრზე დაიწყო ქალის ძებნა. ცოტა ხანში მათ სუზანას ველოსიპედი სახლთან ახლოს იპოვეს. ქალს ახალი დაწყებული ჰქონდა მთის ველოსიპედით სიარული, ამიტომ უბედური შემთხვევის ვერსიაც განიხილებოდა, თუმცა გამომძიებლები მიიჩნევდნენ, რომ რადგან ველოსიპედის ახლოს ქალი ვერ იპოვეს, შესაძლებელია ყველაფერი ვინმეს მიერ იყო დადგმული. სუზანას გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისი ველოსიპედის ჩაფხუტი სახლთან ახლოს 50 გზატკეცილიდან დაახლოებით 1 მილის მოშორებით იპოვეს. გამოძიება ვარაუდობდა, რომ ყველაფერი სუზანას გატაცებაზე მიუთითებდა. ამ ვერსიის გაჟღერებისთანავე მისმა მეუღლემ, ბარი მორფეუმ, გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც სასოწარკვეთილი ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა სუზანას სახლში დასაბრუნებლად. ბარის ასევე ჰქონდა თავის საკუთარი ვერსია სუზანას გაუჩინარების შესახებ. მან ეს ვერსია YouTube-ის ბლოგერ ტაისონ დრეიპერთან განიხილა, როდესაც ისინი შემთხვევით შეხვდნენ იმ ადგილას, სადაც პოლიციამ სუზანას ველოსიპედი იპოვა. ტაისონმა ბარისთან საუბარი ფარულად გადაიღო. ვიდეოში ჩანდა, როგორ ირწმუნებოდა ბარი, რომ პირველივე ღამეს იმ ადგილას, სადაც სუზანას ველოსიპედი იპოვეს, თისლომი შენიშნეს. ამბობდა, რომ პოლიციის ოფიცრებმა დაინახეს, როგორ ჩაუარა ცხოველმა მათ მანქანას. ამიტომ თავდაპირველად ივარაუდეს, რომ სუზანას შესაძლოა სწორედ მთისლომი დაესხა თავს. თუმცა სამართალდამცავები ფიქრობდნენ, რომ თუ ეს მართლაც მთისლომის თავდასხმა იყო, შემთხვევის ადგილზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამის ნიშნები.
ბრძოლის ან სისხლის კვალი. ამიტომ ეს ვერსია მალევე გამოირიცხა. გამოძიება მიიჩნევდა, რომ სუზანა საერთოდ არ გასულა სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ. მათი ეჭვები განსაკუთრებით გამყარდა მას შემდეგ, რაც მის მანქანაში აღმოაჩინეს მზის სათვალე და წყლის რეზერვუარიანი ზურგჩანთა. გარდა ამისა, გამომძიებლებმა Range Rover-ში მისი მართვის მოწმობა და საკრედიტო ბარათები იპოვეს, მაგრამ მობილური ტელეფონი ვერსად ვერ იპოვეს. გამოძიების მსვლელობისას სუზანას და მელინდა სამართალდამცავებს მოუყვა, რომ გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე სუზანა მას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ბარი ემოციურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე. მელინდა ამბობდა, რომ ბარი ცოლთან ურთიერთობაში ძალიან დომინანტური იყო და ძლიერი მიდრეკილება ჰქონდა ადამიანებზე, ზეწოლითა და დაშინებით მიეღწია საკუთარი მიზნებისთვის. ბარი კი დაჟინებით იმეორებდა ერთსა და იმავე ისტორიას, რომ 10 მაისს დილით ადრე ბრუმფილდში სამსახურის საქმეზე წავიდა და სუზანა მძინარე დატოვა. როდესაც გამომძიებლებმა ბარის ალიბის გადამოწმება დაიწყეს, გამოძიება მოულოდნელად სხვა მიმართულებით განვითარდა. სამართალდამცავებმა ბინის დათვალიერებისას იპოვეს ეგრეთ წოდებული ჯაშუში კალამი, რომელშიც ჩაწერილი იყო სუზანას და ვინმე ჯეფის ინტიმური საუბარი. გამოძიებამ დაიწყო იმის გარკვევა, თუ ვინ იყო სუზანას საყვარელი ჯეფი და ჰქონდა თუ არა მას კავშირი სუზანას გაუჩინარებასთან. გამომძიებლებისთვის სუზანას საიდუმლო საყვარლის ჯეფის პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ქალი იმდენად ოსტატურად მალავდა თავის საიდუმლო ურთიერთობას, რომ გამომძიებლებს 6 თვე დასჭირდათ, რათა დაედგინათ მისი იდუმალი საყვარლის ვინაობა. როგორც გაირკვა, სუზანას იდუმალი საყვარელი ჯეფ ლიბლერი იყო, რომელსაც მეუღლე და 6 შვილი ჰყავდა მიჩიგანში. სუზანას და ჯეფს სკოლის პერიოდში რომანი ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. წლების შემდეგ კი, მას შემდეგ რაც 2018 წელს სუზანა და ბარი კოლორადოში გადავიდნენ საცხოვრებლად, სუზანა ჯეფს Facebook-ის საშუალებით დაუკავშირდა და მათი კომუნიკაცია ყოველდღიურობაში გადაიზარდა. სუზანას გაუჩინარების შემდეგ ჯეფი რამდენიმე თვის განმავლობაში დუმდა. მან გამოძიებასთან თანამშრომლობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როცა გამომძიებლებმა მისი ვინაობის დადგენა შეძლეს. როგორც გაირკვა, ჯეფმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათი თითქმის 2 წლიანი რომანი დაემალა. პირველ რიგში მან გააუქმა ყველა სოციალური ქსელის ანგარიში, რომლის მეშვეობითაც სუზანასთან კონტაქტობდა. მან გამომძიებლებს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ საკუთარი ოჯახის და კარიერის დასაცავად გადადგა. ასევე არ სურდა სუზანას რეპუტაციის შელახვა და ამასთანავე ეშინოდა, რომ გამოძიება მას ეჭვმიტანილად ჩათვლიდა. ის ასევე დათანხმდა გამოძიებისთვის საკუთარი დნმ-ის სატელეფონო ჩანაწერების და წაშლილი ანგარიშების მონაცემების გადაცემას. გამომძიებლებმა iCloud-ის და სატელეფონო ჩანაწერების შესწავლის შედეგად შეძლეს მათი ურთიერთობის დეტალების აღდგენა, მათ შორის იმ პერიოდების, როდესაც სუზანა და ჯეფი ერთმანეთს პირადად ხვდებოდნენ. ასევე გაირკვა, რომ სუზანა რამდენჯერმე გაემგზავრა სხვადასხვა შტატში, რათა ჯეფს შეხვედროდა. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ წყვილი ერთმანეთს ფოტოებს უგზავნიდა, განიხილავდა დაქორწინებას და ქვეყნის დატოვებასაც კი, მათ შორის საუბარში ეკვადორში გადასვლის შესაძლებლობაც კი იყო განხილული. სუზანას და ჯეფის ურთიერთობა გამომძიებლებისთვის მთავარი ხელჩასაჭიდი გახდა სუზანას გაუჩინარების საქმეში. სამართალდამცავები ცდილობდნენ გაერკვიათ, რა მოხდა 9 მაისს დედის დღემდე 1 დღით ადრე. მათ გაარკვიეს, რომ იმ დღეს სუზანამ და ჯეფმა ერთმანეთს 59 ჯერ მისწერეს საღამოს 5 საათზე. სუზანამ ჯეფს მისწერა, უბრალოდ შეყვარებული ვარ შენზე, რასაკეთებ? ჯეფმა 6 საათზე უპასუხა. სუზანამ კი უთხრა, რომ მოგვიანებით შეეხმიანებოდა. ღამის 11 საათზე მან მიწერა, კარგი, ახლა აქ ვარ. ღამის 2 საათსა და 26 წუთზე სუზანამ ბარისგან მიიღო შეტყობინება, სადაც ის წერდა, რომ სახლში ბრუნდებოდა. არავინ იცის წაიკითხა თუ არა სუზანამ ეს შეტყობინება, რადგან მას პასუხი არ გაუგზავნია. შესაძლოა იმ მომენტში ჯეფთან კომუნიკაციით იყო დაკავებული. მოგვიანებით ბარიმ კიდევ ერთი შეტყობინება გაუგზავნა, მაგრამ სუზანამ არც ამ შეტყობინებას უპასუხა. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ბოლო შეტყობინება
მოხსენების დროს ბარი უკვე სახლთან იყო. მათ დააფიქსირეს, რომ ბარის მობილური ტელეფონი მოძრაობდა სახლის გარშემო, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდა, რომ იგი სუზანას ჩუმად უთვალთვალებდა. როდესაც გამომძიებლებმა ბარის თხოვეს აეხსნა ტელეფონის ეს უჩვეულო აქტივობა, მან უპასუხა, რომ ბურუნდუკები მისი სახლის მუდმივი პრობლემა იყო და იმ დღეს მათ დასახოცად სახლის გარშემო დასდევდა და ესროდა. სწორედ ეს აღიარება, რომ ის ბურუნდუკებს ესროდა, გახდა მის წინააღმდეგ მტკიცებულება, რადგან არ არსებობდა მტკიცებულება, რომ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბურუნდუკებს მართლაც ესროლეს. ბარი მორფეუს ეჭვმიტანილად გახდომის პარალელურად ჯეფ ლიბლერს ყველა ბრალდება მოეხსნა. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ სუზანას გაუჩინარების მომენტში მიჩიგანში იმყოფებოდა და მისი ალიბი დადასტურდა. ხოლო როდესაც გამომძიებლებმა ბარის, სუზანას და ჯეფის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, მან უარყო, რომ რაიმე იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ. მაგრამ იყო კითხვა, თუ ბარიმ არაფერი იცოდა სუზანას რომანის შესახებ, მაშინ რა შეიძლება ყოფილიყო ქალის მკვლელობის მოტივი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი გამოძიებისთვის იყო წაშლილი შეტყობინება, რომელიც გამომძიებლებმა ბარის ტელეფონში აღმოაჩინეს. ეს შეტყობინება მან სუზანას გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუგზავნა. შეტყობინებაში ეწერა: მე დავასრულე, საერთოდ არ მაინტერესებს, რით ხართ დაკავებული ამდენი წლის განმავლობაში, უბრალოდ უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი ცივილურად. გამოძიება ვარაუდობდა, რომ ბარი მიცოდა, მისი ქალიშვილები შაბათ საღამოს ლაშქრობაში იქნებოდნენ და მას შეეძლო მოეკლა სუზანა და გაეწმინდა დანაშაულის ადგილი მტკიცებულებებისგან. ღამის 2 საათსა და 47 წუთიდან დილის 10 საათსა და 17 წუთამდე თითქმის 8 საათის განმავლობაში ბარის ტელეფონი თვითმფრინავის რეჟიმზე იყო. გამოძიება ფიქრობდა, რომ სწორედ ამ დროს, როდესაც მისი ტელეფონი თვითმფრინავის რეჟიმზე იმყოფებოდა, ის შესაძლოა მტკიცებულებებს ანადგურებდა. რა კი ბარის მობილური ტელეფონის მონიტორინგი შეუძლებელი იყო, გამომძიებლებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ შედარებით ახალი მეთოდი, ციფრული სატრანსპორტო საშუალებების ექსპერტიზა, რათა მოეპოვებინათ მონაცემები ბარის ფორდის სატვირთო მანქანიდან. ბარის სატვირთო მანქანის ისტორია რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ვერსიისგან, რომელიც მან გამომძიებლებს მოუღვა. გამოძიებამ დაიწყო ბარის ფორდის სატვირთო მანქანის მონაცემების გაშიფრვა, რათა დაედგინათ მისი გადაადგილების მარშრუტი, მას შემდეგ, რაც მისი მობილური ტელეფონი თვითმფრინავის რეჟიმზე გადავიდა. გამოძიება ფიქრობდა, რომ ბარიმ სუზანა იმ დღის განმავლობაში მოკლა. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ იმ ღამით დაახლოებით 8 საათზე დაიძინა, თუმცა სატვირთო ავტომობილის მონაცემები აჩვენებდა, რომ მანქანა დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე დაიძრა უკანასვლით და 96 ფუტით უფრო ახლოს მივიდა სახლთან. გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა სწორედ ამ დროს მოათავსა ბარიმ სუზანას ცხედარი სატვირთოში. თავდაპირველად ბარიმ პოლიციას განუცხადა, რომ დედის დღეს მაღვიძარა 4 საათსა და 30 წუთზე დააყენა და სახლიდან დილის 5 საათზე გავიდა, რათა ბრუნფილდში სამუშაოზე წასულიყო. თუმცა სატვირთოს კომპიუტერული სისტემის მონაცემები აჩვენებდა, რომ მანქანის კარები 4 საათსა და 30 წუთზე რამდენჯერმე გაიღო და დაიხურა. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ბარიმ ბრუნფილდისკენ გადაადგილება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე თვითონ ამტკიცებდა. ამასთან ერთად არსებობდა 4 საათიანი დროის მონაკვეთი, დაახლოებით 4 საათიდან 8 საათამდე, რომლის განმავლობაშიც სატვირთოს კომპიუტერულ სისტემაში არანაირი აქტივობა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად იმისა, რომ სატვირთოს მონაცემები გამოძიებისთვის სრულ სურათს ვერ იძლეოდა, გამომძიებლები ეჭვობდნენ, რომ სწორედ ამ 4 საათიან შუალედში გადამალა ბარიმ სუზანას ცხედარი, თუმცა ნაწილობრივ სწორედ ბარიმ შეავსო ეს მონაცემები თავისი მონაყოლით. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ სახლიდან გასვლისას მარჯვნივ კი არა მარცხნივ შეუხვია, რადგან ცხენირემი დაინახა. ის მონადირე იყო, ამიტომ გადაწყვიტა გადაადგილების მიმართულება შეეცვალა, რათა ცხენირემი უფრო ახლოდან ენახა. ეს განცხადება გამოძიებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ რაიონში იპოვეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, სუზანას ველოსიპედის ჩაფხუტი. შესაბამისად, გამომძიებლები მიიჩნევდნენ, რომ როდესაც ბარიმ მარჯვნივ მოხვევის ნაცვლად მარცხნივ გადაუხვია, შესაძლოა ამ დროს ჩაფხუტი გადააგდო. დილის 8 საათსა და 10 წუთზე ბარის სატვირთოს კომპიუტერულმა სისტემამ მონაცემების ჩაწერა განაახლა. ამავე დროს ჩაერთო მისი მობილური ტელეფონიც. გამომძიებლებმა შეძლეს ბარის სატვირთოსა და მობილური ტელეფონის
გადაადგილების დაფიქსირება. ჩანაწერებიდან ჩანდა, რომ ის პირველად ბრომფილდის ავტობუსის გაჩერებაზე შეჩერდა, სადაც ნაგვის ურნაში რაღაც ჩააგდო. შემდეგ გაჩერდა სასტუმროსთან მდებარე ურნასთან და იქაც რაღაც ჩაყარა. შემდეგ მაკდონალდსის ნაგვის ურნასთან, მოზარდების პარკინგზე განთავსებულ ნაგვის კონტეინერთან და ბოლოს კვლავ სასტუმროს ნაგვის ურნასთან დაბრუნდა. გამომძიებლები მიიჩნევდნენ, რომ ბარის სხვადასხვა ადგილას სწორედ ნივთმტკიცებულებების განადგურებას ცდილობდა. მათ მოიძიეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ის ერთ-ერთ ნაგვის ურნასთან ჩანდა, თუმცა კამერამ ვერ დააფიქსირა კონკრეტულად რას ყრიდა. ეს ყველაფერი საეჭვოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ბარი ამტკიცებდა, რომ მანქანაში ყოველთვის ბევრი უსარგებლო ნივთი უგროვდებოდა და ნაგავს ამ გზით იშორებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 10 მაისს სამუშაოდან დაბრუნების შემდეგ ბარი სასტუმრო ჰოლიდეი ინში საკუთარ ნომერში მივიდა, სადაც 18 საათამდე გაჩერდა. ამ პერიოდში ის ესაუბრა უფროს ქალიშვილს მელორის, რომელმაც უთხრა, რომ დედას ვერაფრით უკავშირდებოდა. საუბრის შემდეგ ბარიმ ერთ-ერთ მეზობელს სთხოვა, შეემოწმებინა იყო თუ არა სუზანა სახლში და იმყოფებოდა თუ არა ადგილზე მისი ველოსიპედი. როდესაც გაირკვა, რომ სუზანა სახლში არ იყო და ველოსიპედიც ადგილზე არ იმყოფებოდა, ბარიმ მეზობელს პოლიციაში დარეკვა სთხოვა, თუმცა თვითონ მაშინვე არ დაბრუნებულა სახლში. მან სამართალდამცავებს განუმარტა, რომ ჯერ თანამშრომლებისთვის სამუშაო ინსტრუმენტები უნდა გადაეცა, რომელთა შორის ნიჩბებიც იყო. ხოლო როცა პოლიციამ სუზანა ოფიციალურად დაკარგულად გამოაცხადა, მხოლოდ მაშინ უთხრა ბარიმ თანამშრომლებს, რომ ოჯახში საგანგებო სიტუაცია შეექმნა. გარდა ამისა, სახლში წასვლამდე მან სასტუმროს ნომრის საკითხიც მოაგვარა, რათა მისი ერთ-ერთი თანამშრომელი იქ დაებინავებინა. გამომძიებლებმა აღნიშნული თანამშრომელი დაკითხეს. მან განაცხადა, რომ ბარის ნომერში მძაფრი სუნი იდგა, რომელიც სავარაუდოდ ქლორის ან გამათეთრებლის იყო. გამოძიება ეჭვობდა, რომ სავარაუდოდ აღნიშნული ნივთიერებებით ცდილობდა ბარი მკვლელობის მათთვის უცნობი ნივთმტკიცებების გასუფთავებას. ბარი სახლისკენ საღამოს 6 საათის შემდეგ წავიდა. გზაში მას შერიფის მოადგილე ესაუბრა, რომელმაც შეატყობინა, რომ სუზანას ველოსიპედი იპოვეს. ბარი შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 20 საათსა და 40 წუთზე მივიდა. გამომძიებლები აღნიშნავდნენ, რომ ბარი შემთხვევის ადგილზე მისვლისას რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალიან აღელვებული იყო. თავდაპირველად ბარიმ სუზანას პოვნისთვის $100,000 ოდენობის ჯილდო დააწესა. შემდეგ კი ეს თანხა $200,000-მდე გაზარდა. გამოძიების პროცესში გამომძიებლებმა აღმოაჩინეს სუზანას არაერთი შეტყობინება, რომელიც მეგობართან ჰქონდა გაგზავნილი. მათი შინაარსიდან ჩანდა, რომ სუზანას ბარის ძალიან ეშინოდა. სუზანა მეგობარს წერდა, რომ ბარის არ სურდა განქორწინებაზე საუბარი და მასთან მარტო დარჩენის ძალიან ეშინოდა. ამ მონაცემების საფუძველზე ბარი გამოძიებისთვის მთავარი ეჭვმიტანილი გახდა. გამომძიებლები დაუყოვნებლივ მივიდნენ ბარის სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, სანამ ისინი მის სახლს, სუბუქ და სატვირთო ავტომობილებს ჩხრეკდნენ. კრიმინალისტთა ჯგუფმა ოჯახის სარეცხის საშრობში გამჭვირვალე პლასტმასის თავსახური აღმოაჩინა. სამართალდამცავების აზრით, ეს თავსახური ტრანკვილიზატორით დატენილი ნემსის ნაწილი იყო. მათ სახლში ტრანკვილიზატორის იარაღი ვერ იპოვეს, თუმცა ბარიმ გამომძიებლებს განუცხადა, რომ გამოცდილი მსროლელი იყო და ტრანკვილიზატორის გამოყენება კარგად იცოდა. ის ასევე ამბობდა, რომ თავად ამზადებდა ტრანკვილიზატორებს, რომელიც პარალიზებას იწვევდა. ამ უკანონო საშუალებით ის ირმებს აძინებდა, შემდეგ რქებს აჭრიდა და ჰყიდდა. ნაპოვნი ტრანკვილიზატორის თავსახურის და ბარის ნათქვამის საფუძველზე გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ 9 მაისს სახლში დაბრუნების შემდეგ ბარიმ სუზანს ტრანკვილიზატორი ესროლა, შემდეგ კი მოკლა. ექსპერტების შეფასებით, ირემის ზომის ცხოველს ასეთი ნემსის მოხვედრის შემდეგ 4-დან 20 წუთამდე სჭირდება სრული პარალიზებისთვის. გამომძიებლები მიიჩნევდნენ, რომ ბარის ტელეფონის გადაადგილება სახლის ირგვლივ იმით არ იყო გამოწვეული, რომ ის ბურუნდუკებს ესროდა, არამედ იმით, რომ სუზანს მისდევდა მისთვის ტრანკვილიზატორის სროლის შემდეგ. ბარის ასევე მარცხენა ხელზე მკაფიო ნაკაწრები ჰქონდა, რაც გამოძიების ეჭვს კიდევ უფრო ამყარებდა. მათი აზრით, იმ დღეს ბარისა და სუზანას შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ბარი მის მოკლა. გამომძიებლებმა გააანალიზეს ბარის საეჭვო ქცევა, მისი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები, სატვირთო მანქანიდან ამოღებული უცნაური მონაცემები, სუზანას შემაშფოთებელი შეტყობინებები და ის ფაქტი, რომ ბარიმ ნაგავი 5 სხვა
სხვადასხვა ადგილზე გადააგდო და ეს ყველაფერი რაიონის პროკურორს გადასცეს. სუზანას გაუჩინარების თითქმის წლის თავზე 2021 წლის მაისში ბარი მორფიუ დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ სუზანას ცხედარი ვერ იპოვეს, პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის გარდაცვლილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა უშუალოდ გვამზე დაფუძნებული მტკიცებულებები, ბარის ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში. მას გირაოს გარეშე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ბარი ცოლის მკვლელობას კატეგორიულად უარყოფდა. პროკურატურის მტკიცებით ბარი ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ სუზანას მასთან დაშორება სურდა, ამიტომ მან ის ტრანკვილიზატორით გათიშა, ისე როგორც ამას ცხოველებზე ნადირობისას აკეთებდა. შემდეგ მოკლა და სხეული გადამალა. თავის დასაცავად ბარიმ დენვერიდან ცნობილი ადვოკატები დაიქირავა. 2021 წლის ზაფხულში მოსამართლე პატრიკ მერფიმ მტკიცებულებების საჯარო განხილვა დაიწყო. ბრალდების მხარის მტკიცებულებების წინააღმდეგ დაცვა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სარეცხის საშრობში ნაპოვნი გამჭვირვალე პლასტმასის თავსახურის საკმარისი მტკიცებულება არ იყო, რადგან ვერავინ დაადგინა, რამდენ ხანს იმყოფებოდა ის იქ. გარდა ამისა, ამ თავსახურზე ბარის დნმ არ აღმოჩნდა, რაც შეეხება სასტუმრო ჰოლიდეინის ნომერში ქლორის სუნს. ერთ-ერთმა მენეჯერმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ ეს სუნი იქ ბარიმდე არსებობდა, რადგან ნომერი ღია საცურაო აუზის ზემოთ მდებარეობდა. ბრალდებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სირთულე შეუქმნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიერ აღმოჩენილ დნმ-ის მტკიცებულებამ, რომელიც მთლიანად ეჭვქვეშ აყენებდა ბარი მორფეუს ბრალეულობას. სასამართლო სამედიცინო ექსპერტებმა სუზანას მანქანის სალონში მამაკაცის დნმ აღმოაჩინეს, თუმცა ეს დნმ არ ეკუთვნოდა ბარი მორფეუს. დნმ ასევე არ დაემთხვა სუზანას საყვარლის ჯეფ ლიბლერის დნმ-ს, მაგრამ ის სრულიად დაემთხვა უცნობი მამაკაცის დნმ-ს, რომელიც დაკავშირებული იყო სამ გაუხსნელ სექსუალურ ძალადობის საქმესთან ტემპში, ფენიქსსა და ჩიკაგოში. გაჩნდა კითხვა, ხომ არ იყო სუზანა სერიული მოძალადის მორიგი მსხვერპლი? მოსამართლე პატრიკ მერფიმ განიხილა მტკიცებულებები იმის დასადგენად, იყო თუ არა საკმარისი საფუძველი ბარი მორფიუს მკვლელობისთვის გასასამართლებლად. მოსამართლემ სამი შესაძლო ვერსია განიხილა. პირველი, რომ სუზანა მორფიუმ ნებაყოფლობით დატოვა სახლი. მეორე, რომ ბარი მორფიუმ მოკლა ცოლი და მესამე, რომ სუზანა მორფეუ გაიტაცა ტემპში, ფენიქსსა და ჩიკაგოში მომხდარ სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილმა უცნობმა მამაკაცმა და მოკლა. მოსამართლის თქმით ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ სუზანა საკუთარი ნებით გაქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი საყვარელი ჯეფ ლიბლერი ეკვადორში გადასვლას განიხილავდნენ, სასამართლოს მტკიცებულებებიდან ჩანდა, თუ რამდენად უყვარდა სუზანას თავისი შვილები, რის გამოც მოსამართლე მერფი მიიჩნევდა, რომ ის ასეთ ნაბიჯს არასოდეს გადადგამდა. თუმცა გატაცების ვერსიის უარყოფა მარტივი არ იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სუზანა მორფეუს რენჯ-როვერის სალონში იდუმალი დნმ აღმოაჩინეს. მოსამართლე მერფიმ ასევე ეჭვი გამოთქვა ბარი მორფეუს მიმართ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ამაჯერებლობასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვანი არ იყო, ისევე როგორც ვარაუდი, რომ ბარი მორფიუმ ჩაიდინა პირველი ხარისხის მკვლელობა. მისი შეხედულებით, ამგვარი მტკიცებულება დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დაასკვნა, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი საქმის სასამართლოში განხილვისთვის. მან ბარი მორფიუს $5,000 გირავო განუსაზღვრა, რომელიც მხოლოდ ნაღდი ფულით უნდა გადაეხადა. გარდა ამისა, ბარი მორფიუს ფეხის სამაჯური დაუმაგრეს, რათა მისი გადაადგილება გაკონტროლებულიყო და ჩეფის ოლქის ტერიტორია არ დაეტოვებინა. 2021 წლის 20 სექტემბერს ბარი მორფეუ გაანთავისუფლეს. მან შენობა თავისი შვილების, მელორის და მეისის თანხლებით დატოვა. მისი ქალიშვილები მთელი ამ ხნის განმავლობაში უჭერდნენ მხარს და მამის უდანაშაულობის ჯეროდათ. ბარი მორფეუს წინააღმდეგ მორიგი სასამართლო პროცესი 2022 წლის 28 აპრილს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რამდენიმე თვით ადრე მოსამართლე პატრიკ მერფიმ თვითაცილება მოითხოვა. მის ადგილზე მოსამართლე რემსი ლამა დაინიშნა. ამასობაში ბარი მორფეუს დაცვის მხარემ, რომელსაც ადვოკატი აირის იტონი ხელმძღვანელობდა, სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, პროკურორების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით, რადგან ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დროულად, მათ შორის რამდენიმე პოტენციურად გამამართლებელი ფაქტი, როგორიც უცნობი მამაკაცის
კაცის დნმ იყო, რომელიც სუზანა მორფეუს Range Rover-ში აღმოაჩინეს. 2022 წლის აპრილში მოსამართლე ლამამ დაადგინა, რომ პროკურორებმა არაერთხელ დაარღვიეს დადგენილი ვადები და გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ წარადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ამ ქმედებებს განზრახ დარღვევად არ მიიჩნევდა, სასამართლოსთვის ცალსახად ნათელი იყო, რომ ეს ქმედებები გამოძიების არაკომპეტენტურობას და უყურადღებობას უსვამდა ხაზს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში დაუდევრობასაც კი გულისხმობდა. ამის გამო მოსამართლემ გააუქმა ბრალდების 14 მოწმის ჩვენება, მათ შორის დნმ-ის ექსპერტებისა და ციფრული მტკიცებულებების სპეციალისტების, რომლებიც მობილური ტელეფონისა და სატრანსპორტო საშუალებების მონაცემებს იკვლევდნენ. მათ სასამართლო პროცესზე ჩვენებების მიცემა აეკრძალათ. 2022 წლის 19 აპრილს ჩაფის ოლქის პროკურორმა ლინდა სტენლიმ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბარი მორფეუს წინააღმდეგ მკვლელობის ბრალდების მოხსნის თაობაზე, განსაზღვრული დროის გარეშე, რაც ნიშნავდა, რომ საქმე შესაძლოა მოგვიანებით კვლავ განახლებულიყო გარემოებების შესაბამისად. შუამდგომლობაში პროკურორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე საკვანძო მოწმის ჩვენების გაუქმების შესახებ გამოძიებას ართულებდა, ასევე მსხვერპლის ცხედარი ნაპოვნი არ იყო და მისი თქმით ბრალდების მხარე ვერ შეძლებდა საქმის სამართლიანად გაგრძელებას. პროკურორმა სტენლიმ მოსამართლეს ასევე აცნობა, რომ გამოძიება მიიჩნევდა, რომ ისინი ახლოს იყვნენ სუზანა მორფეუს ცხედრის ადგილსამყოფელის დადგენასთან. სასამართლოს დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ გამოძიება კონცენტრირებული იყო ბარი მორფეუს საცხოვრებელი სახლის მახლობლად მდებარე მთის რეგიონზე, სადაც ცხედრის ძებნის ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყებოდა, როგორც კი თოვლი დადნებოდა. პროკურორის შუამდგომლობის განხილვის შემდეგ მოსამართლემ ბარი მორფეუს მკვლელობის ბრალდებიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ბარი მორფეუს სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა. 2023 წლის 22 სექტემბერს კოლორადოს შტატში, ქალაქ მოფეტში სამართალდამცავებმა რამდენიმე სამარხი აღმოაჩინეს. სტომატოლოგიური ჩანაწერებისა და სისხლის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ სამარხში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი სუზანა მორფეუს ეკუთვნოდა. აღნიშნული ადგილი დაახლოებით 50 მილის დაშორებით მდებარეობდა იმ ადგილიდან, სადაც მისი ძებნა მიმდინარეობდა მთიან რეგიონში, რომელიც ბარი მორფეუს საცხოვრებელ ადგილს ესაზღვრებოდა. მალევე კოლორადოს გამოძიების ბიურომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუზანა მორფეუს სიკვდილი მკვლელობად იყო კლასიფიცირებული. განცხადებიდან ირკვეოდა, რომ მისი გარდაცვალება დაუდგენელი ნივთიერების ზემოქმედებამ გამოიწვია, რომელიც მის სხეულში სავარაუდოდ ტრანკვილიზატორის იარაღიდან სროლის შემდეგ მოხვდა. სუზანას ნეშთის აღმოჩენამ და ახალმა დეტალებმა საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. ყველას აინტერესებდა, განიხილავდა თუ არა გამოძიება ბარი მორფეუს კვლავ როგორც მკვლელობის მთავარ ეჭვმიტანილს, რადგან გამოძიების ანგარიშის მიხედვით ბარი მორფეუს სატვირთო ავტომობილი 2020 წლის 9 და 10 მაისს მოფეტში არ იმყოფებოდა, თუმცა საზოგადოებაში არის ვარაუდი, რომ ბარის შესაძლოა სუზანას ცხედრის გადამალვაში ვიღაც ეხმარებოდა. ამ ეტაპზე ბარი მორფეუ ოფიციალურად ეჭვმიტანილი არ არის, თუმცა პოლიცია და ოლქის პროკურატურა საქმის დახურვას არ აპირებენ. ოლქის პროკურორმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება კვლავ გრძელდება და დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე კომენტარის გაკეთებას ვერ შეძლებს. ბარი მორფეუს ადვოკატები აირის იტონი და იან ბრიუსი გამოძიების დასაწყისიდანვე ამტკიცებდნენ, რომ სუზანა შესაძლოა სერიული მკვლელის ერთ-ერთი მსხვერპლი ყოფილიყო. მათი მტკიცებით სამართალდამცავებმა ბარი მორფეუ შეცდომით დაადანაშაულეს და იმედოვნებენ, რომ გამოძიება საბოლოოდ საკუთარ შეცდომებს აღიარებს. ამავდროულად ბარი მორფეუმ პროკურატურის, შერიფისა და გამოძიების პროცესში ჩართული არაერთი პირის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და მორალური ზიანისთვის $15 მილიონ ითხოვს.